მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ჩიქობავა, მუშაობ განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში. დღეს ვისაუბრებ, რა მნიშვნელობა აქვს ფინანსურ განათლებას ქალებისთვის. ჩემი თინეიჯერობის პერიოდი დაემთხვა 90-იან წლებს და მახსოვს, რომ როდესაც ვიყავი მე-9-10 კლასში, რამდენიმე ჩემი კლასელი გოგონა დაქორწინდა. გავიდა გარკვეული პერიოდი და აღმოჩნდა, რომ ეს გოგონები თავს არ გრძნობდნენ კარგად ოჯახში, მათ სურდათ დაბრუნება მშობლებთან, თუმცა ამას ვერ ახერხებდნენ. ძალიან ხშირად გვესმოდა ესეთი საუბრები, რომ წასასვლელი არსად აქვს, ან რით ირჩინოს თავი, რით არჩინოს ბავშვი. მაშინ აღმოვაჩინე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე კი არ არსებობს დამოუკიდებლობა. საბედნიეროდ დღეს ეს პრობლემა ნაკლებად გვაქვს, თუმცა მაინც გვხდება ასეთი შემთხვევები, როდესაც გოგონები ადრეულ ასაკში ქმნიან ოჯახს, ისინი ვერ ახერხებენ განათლების მიღებას, რაც მათ ხდის საკმაოდ მოწყვლად და დაუცველს უკვე თავიანთი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებებისას. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვფიქრობ, ასევე უკავშირდება იმ სიტუაციას, რომ დღეს ქალებმა აიღეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა, ისინი არჩენენ ოჯახებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ. მათ შეძლეს გარკვეული თანხის დაგროვება, თუმცა მაგალითად რამდენიმე ჯგუფში ვარ გაწევრიანებული, სადაც ქალები ხშირად სვამენ შეკითხვას, რა შეიძლება მოვუხერხო დაგროვილ თანხას, როგორ შეიძლება ის დავაბანდო. ეს აჩვენებს, რამდენად ცდილობენ ქალები მოიძიონ ინფორმაცია ფინანსური განათლების შესახებ, თუ როგორ შეიძლება დააბანდონ თანხები სხვადასხვა მიმართულებით, რომ მათ შეძლონ მოიპოვონ ფინანსური დამოუკიდებლობა. როცა იცი როგორ მართო შენი შემოსავლები, ხარჯები, გასავლები, როცა იცი რა სტრატეგიები შეგიძლია გამოიყენო შენი მიზნების მისაღწევად, მაგალითად როგორ დაგეგმო, როგორ დაზოგო, როგორ გამოიყენო სხვადასხვა საბანკო პროდუქტი თუ სერვისები, ასე დროს შენ ხელთ გაქვთ პირველი თავისუფლება და კონტროლი საკუთარ გადაწყვეტილებებზე, ავტონომიურობა საკუთარ ცხოვრებაზე, შენ აღარ ხარ დამოკიდებული შენი ოჯახის წევრებზე, შენს პარტნიორზე. ამავე დროს ეს ხელს უწყობს თანასწორულ ურთიერთობებს. მეორე ეს არის უსაფრთხოების განცდა. ფინანსური დამოუკიდებლობა განიჭებს სიმშვიდის განცდას, როდესაც დგება სხვადასხვა გამოწვევა, მაგალითად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევები, დროებით უმუშევრობასთან, ან სხვა ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული სიტუაციები. მესამე ეს არის შესაძლებლობები. ასე დროს გიჩნდება შესაძლებლობა, რომ ინვესტირება მოახდინო საკუთარ განვითარებაში, ჩადო, თქვათ, სახსრები შენს განათლებაში. ან გაქვს რაიმე იდეა და ჩადო ამ იდეის განვითარებაში, რაც რასაკვირველია მოგიტანს ბენეფიტებს. ფინანსური დამოუკიდებლობა ასევე გაძლევს საშუალებას გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირების, მაგალითად ისეთ გრძელვადიან მიზნებზე, როგორიც არის საპენსიო უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც აღარ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ, ფინანსური დამოუკიდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს გქონდეს ხარისხიანი სრულყოფილი ცხოვრება სოციალური უზრუნველყოფისა და ოჯახზე დამოკიდებულების გარეშე. ახალგაზრდა გოგონებისთვის დგება ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა მათ უნდა აირჩიონ პროფესია. ძალიან მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ის საქმე, რაც გვიყვარს, რაც გვაინტერესებს, მაგრამ ამავე დროს დავფიქრდეთ, რამდენად შემოსავლიანი იქნება ეს საქმე. ან ვიფიქროთ, როგორ გავხადოთ ის საქმე შემოსავლიანი. მეორე ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია პირადი ბიუჯეტის მართვა. მიუხედავად იმისა, ხართ დიასახლისი თუ დასაქმებული ქალი, მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ შემოსავლებსა და გასავლებს, ვიცოდეთ როგორ შეიძლება დავზოგოთ თანხები, როგორ გავიღოთ აუცილებელი ხარჯები, გადასახადებისთვის და სხვა საჭიროებებისთვის. მესამე ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია დაზოგვა და კრიზისული ფონდის არსებობა, რადგან ეს დაგვაზღვევს მოულოდნელი ხარჯებისგან და ყოველთვის შევძლევთ, რომ შვიდად შევხვდეთ კრიზისულ სიტუაციებს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე გარე სერვისების, გარე პროდუქტების ცოდნა, მაგალითად ვერ ყვეოდეთ საბანკო სერვისებსა და მომსახურებებში, ვერ ყვეოდეთ თუ რა შესაძლებლობები არსებობს ამ მხრივ ჩვენი პირადი მიზნებისთვის თუ ჩვენი ბიზნესისთვის. ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია სამართლებრივი და საგადასახადო საკითხების ცოდნა, მაგალითად ჩვენი როგორც მომხმარებლის უფლებების ცოდნა, მაგალითად მემკვიდრეობასთან ან ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ძალიან აქტუალურია ქალებისთვის. საჭიროა ვიცოდეთ როგორ მოვიძიოთ ფინანსური რესურსები, შესაბამისი ფინანსური რჩევები, ონლაინ პლატფორმები, სადაც განთავსებულია ეს რჩევები და ასევე სასწავლო მასალები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში. ჩემი სასტარტო პირობები იყო მინუს ქვემოთ სიფრთხეზე. მაგრამ რა დამეხმარა იმისთვის, რომ ცხოვრების ხარისხი გამეუმჯობესებინა. პირველი ეს არის გრძელვადიანი და ერთი შეხედვით საკმაოდ რთული მიზნების დასახვა. მიუხედავად ყოველდღიური გამოწვევებისა, მე მქონდა დასახული საკმაოდ ამბიციური მიზნები და ვცდილობდი დაგეგმით ნაბიჯ-ნაბიჯ მივსულიყავი ამ მიზნებამდე. მაგალითად, ისეთი ტაქტიკური სვლები განმეხორციელებინა, როგორიც არის დაზოგვა. თუნდაც ძალიან მცირე მინიმალური თანხით დამეწყო ეს ყველაფერი, რადგან დაზოგვა ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიც არის თვითდისციპლინა, სასურველისა და საჭიროების განსხვავება, გარჩევა, პრიორიტეტიზაცია, ნებისყოფა, დისციპლინა და საბოლოო ჯამში ეს იქცევა შენი ცხოვრების წესად. დაგეგმა არის აუცილებელი ნაბიჯი იმისთვის, რომ რა თქმა უნდა მიზნებისკენ ვიაროთ განუხრელად. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის გარისკვა. მე ვარ ძალიან ფრთხილი ადამიანი და წლების წინ კიდევ უფრო ფრთხილი, უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ შიშარა ვიყავი, არ მიყვარდა რისკის გაღება, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ასე ვთქვათ, ღმერთს უყვარს რისკიანი ადამიანები, ყოველ შემთხვევაში სამყარო აი ამ მამაცი ადამიანების მხარეს ნამდვილად არის. თუ შევხედავთ მეწარმეებს, ბიზნესმენებს, ისინი ყოველდღიურად რისკავენ, შეიძლება აგებენ კიდეც, მაგრამ იგებენ და უამრავ ბენეფიტსაც იღებენ. რა თქმა უნდა, გარისკვის დროს მნიშვნელოვანია, რომ ეს რისკი იყოს კარგად დაგეგმილი და გააზრებული, მაგრამ ნამდვილად ღირს გადავდგათ თამამი ნაბიჯები, რომ მივაღწიოთ ჩვენთვის სასურველ მიზნებს. და მესამე, ეს არის უწყვეტი თვითგანვითარება. ეხლაც ვცდილობ მუდმივად თვითგანვითარების რეჟიმში ვიყო, მარტო იმ მიმართულებით არა, რა პროფესიაშიც მუშაობ და რასაც ვსაქმიანობ. ზოგადად სამყარო გთავაზობს არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს, რომელსაც არ ეყოფა არც ერთი და არც 9 სიცოცხლე. არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ ჩვენი ინტერესები გავიღრმავოთ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ შესაძლებელია თუნდაც შემოსავლების დივერსიფიცირება მოვახდინოთ ობლიგაციებსა და აქციებში. აი ყოველთვის მინდოდა, მაინტერესებდა ეს სფერო, მაგრამ ვერასდროს მოვნახე დრო და შესაბამისი პირი. ეხლა ისე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ბანკმა ეს ყველაფერი ჩააშენა თავის მობაილ ბანკში და საკმაოდ საინტერესო პროცესში აღმოჩნდი. თან ვიღებ განათლებას, თან ვუყურებ ანალიტიკას, სტატისტიკას, ვახდენ ანალიზს და ასე შემდეგ. ალბათ ცოტა ხანში გადავწყვეტ, არის თუ არა ეს ჩემი მიმართულება, თუ თავი დავანებო და სხვა მიმართულებით განვითარდე. რაც მთავარი არის უწყვეტი განვითარება და ეს აუცილებლად მოგვიტანს ფინანსურ კეთილდღეობას და მხარისხიან ცხოვრებას.